მოგესალმებით საღამოს 6 საათზე დღის მთავარ სიახლეებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოვიდგენთ. პირველი კურიოზული შემთხვევა ახლად არჩეულ პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას კარი ჩაეკეტა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დარბაზში მყოფი ოპონენტები 10 წუთის განმავლობაში შველას ითხოვდნენ და კარის გაღებას ერთად ცდილობდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კომიტეტის ხდომაზე ნოდარ ხადური გამოდიოდა. მინისტრობის კანდიდატების გამო პარლამენტი დილიდან მოვლენების ეპიცენტრშია. ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მომავალ მთავრობას უკვე რამდენიმე საათია უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები უმცირესობაში გადასული ძველი უმრავლესობის წვავე კითხვებს პასუხობენ. ბოლო კანდიდატები, რომლებსაც დეპუტატები ხვდებიან, ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების მომავალი მინისტრები არიან. როგორ გაიღო ჩაკეტილ დარბაზში კარი დეპუტატებთან ერთად ოთახში ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალიაც იყო ჩაკეტილი, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. იმედა, სანამ მინისტრების გამოსვლებზე მოგვიყვები, მანამდე საინტერესო არის რა ხდებოდა 10 წუთის განმავლობაში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ჩაკეტილ ოთახში. Დამთა იმ შენობაში, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ფაქტიურად, ეს ფაქტი არც უნდა გაკვირვებოდა, თუმცა 10 წუთის განმავლობაში ნამდვილად ჩაკეტილები ვიყავით, ჟურნალისტები, უმრავლესობა და უმცირესობა. კარი მხოლოდ მას შემდეგ გაიღო, რაც შიგნიდან დამხმარე ძალას გამოუძახეს. ახლა რაც შეეხება ძალიან საინტერესო კომიტეტის სხდომას, აქ უსმენდნენ 3 მინისტრს, ერთ-ერთი იყო ფინანსთა მინისტრი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრთა კანდიდატებს უსმენდნენ. ძალიან საინტერესო იყო საწვავის ფასებთან დაკავშირებით რეპლიკები, რომელიც ორივე მხრიდან წამოვიდა. უმცირესობა დაინტერესდა, რას აპირებს უმრავლესობა ქართული ოცნება, როგორ აპირებს საწვავის ფასების დაკლებას, რაზეც მათ ნოდარ ხადურის პასუხი მიიღეს. ერთი საკითხი უბრალოდ ქონდა ბენზინის ტარიფის თქვენი საქმეა თუ სხვას უნდა ვესაუბროთ, ან ბენზინის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით? ბენზინის ტარიფი, ბენზინის ფასი ამის კონკურენცია. ყოდარი რო იყო გაცადებული თქვა დაწყებულია ეს პროცესი კონკურენტულ ბრძოლაში შევიდნენ აღარ ურიგდებიან ერთმანეთს აღარ მიაქვთ ზევით და ეს არის რეზერვი ამიტომ დიდი რეზერვია ამისთვის მე არ ვიცი თქვენთან მოგონდეთ ჩემთან არ არის მოგების 30%. არა ნუ ახლა ისე მოგების 30% მეგეთქვა. როგორც კითხვა ისეთია პასუხი ჩემ მეგობრების კომპანია იყო და გააგრეს საერთოდ. კონკრეტულად გიქნა და 45%. ანუ შემცირდება 25%. მე არ ვიცი რამდენი შემცირდება არა ეს იყო ის რომელიც გარიგება აღარ ექნება ერთ შენობაში ერთ მინი შენობაში არ გადაწყვეტს ერთი კაცი და მე არ მოახვევს თავს ფასს და ასე შემდეგ. დღეს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 7,3 მილიარდი ლარი იქნება საგადასახადო შემოსავლები, ასევე 8,4 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს ახალი მთავრობა. 100 მილიონის პრივატიზაცია დაგეგმილი, თუმცა ეს ციფრი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული. ასევე 40 მილიონის სესხებია დასაბრუნებელი, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალთან დაკავშირებით ნოდარ ხადურმა ძალიან მწვავე შეფასება გააკეთა, მან თქვა, რომ ეს ციფრი რაც საგარეო ვალი აქვს დღეს ქვეყანას არის კატასტროფული ციფრი. ასევე ისაუბრა საარსებო მინიმუმზეც და აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალოს საარსებო მინიმუმის სკალათა. ასევე საპენსიო რეფორმასა და პენსიის 200 ლარამდე გაზრდაზე კითხეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნოდარ ხადურს, რომელმაც უპასუხა, რომ პენსია გაიზრდება მნიშვნელოვნად. ასევე აღინიშნა, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოხდება ქვეყანაში. ასევე უმუშევრობის კომპენსაციაზე იზრუნებენ ისე, რომ ამან ადამიანი არ გააზარმაცოს. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლებს და ხარჯებს. მე თავისთავად ცხადია, ერთ დღეში გაკეთებულია ეს ყველაფერი, ჩვენ ვიმუშავეთ გუშინ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად და ახლა გავცემ პასუხი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ და ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ფინანსთა სამინისტროში ან სხვა რომელიმე სამინისტროში ასეთ კადრებზე უარი ვთქვათ. ყველა პროფესიონალი პატრიოტი წესიერი ადამიანი მუშაობას გააგრძელებს და მათ არაფერი არ ემუქრებთ. თუ თავისთავად ცხადია, რამე გაფუჭებული არ აქვს სერიოზული სამწუხაროდ ასეთების ყავს ფინანსთა სამინისტროში. სამწუხაროდ. ანუ დაახლოებით ასეთ სიტუაცია იქნება უხეშად რომ ვთქვათ 7,3 მილიარდი ლარი იქნება ალბათ საგადასახადო შემოსავლები. დაახლოებით აქ შეიძლება იმედამ მიხედვით და უპეგრა მინიმუმზე როგორ შევდავდებით ბატონ და შეიძლება ცოტა შემცირდეს
2.8%-იან საბიუჯეტო დეფიციტ თვლით, თუმცა ჩვენ ანუ არ გადავაჭარბებთ 3%-იან საბიუჯეტო დეფიციტს, რაც კონსტიტუციაში წერია და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ შევინარჩუნოთ ფინანსური მდგრადობა, მაკროეკონომიკური მდგრადობა. 8.4 მილიარდ დოლარის დახარჯვას ვაპირებთ მომავალ წელს. გვაქვს რამდენიმე, ასე ვთქვათ, მიდგომა, რომელიც ჩემი აზრით არის უფრო სამართლიანი. უპირველეს ყოვლისა საარსებო მინიმუმს უნდა მივაბად პენსია, რაზეც არაერთხელ გვითხოვს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სხვა შემოსავალი, გასაგებია რომ საარსებო მინიმუმი არ იქნება ახლა რაღაცა ისეთ ცხოვრების შესაძლებლობას არ მისცემს, მაგრამ იქნება ელემენტარული არსებობის შესაძლებლობა მას ექნება და გადაითვლება თუ არა, ცხადია გადაითვლება, όμως გადაითვლება არა საარსებო მინიმუმი, არამედ ჯერ უნდა შევთანხმდეთ ექიმებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად კალათაზე, რომელსაც ანუ უნდა შევცვალოთ კალათი. დაახლოებით რა პარამეტრი გვაქვს გათვალისწინებული პენსიის, აი რამდენი იქნება პენსია? ამ წუთას მოდით ამ ასეთი თქვენ რამდენჯერმე თქვით ციფრი 220 ლარი. პროგრამაში არ წერია 220 ლარი და არც ერთ ოფიცს, ნუ გასაგებია შეიძლება ზოგიერთმა ლიდერმა თქვა, ჩვენ ორი მნიშვნელობა გაიცნო, მოდით გეტყვით ასე. ცხადია რომ ბიუჯეტის პროექტში მე მიზის რაღაცა ციფრი. მაგრამ ეს უნდა შევათანხმო ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ამაზე მთავრობასთან მე ჯერ საუბარი არ მქონია, იმიტომ მთავრობა არ შეკრებილა. თავისთავად ცხადია ეს არის ციფრები, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს აქვს. ციფრები არის საკმაოდ სერიოზული ზრდა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სამინისტროში ის არ აპირებს საკადრო ცვლილებებს, თანამშრომლების გათავისუფლებას სამსახურიდან, რადგან მისი თქმით სამინისტროში მუშაობენ საკმაოდ პროფესიონალი კადრები. გმადლობთ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა და იმედა დარსალია, რომელიც ქუთაისიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმით მივიდა. გაუქმდება სოდი და კუდი. სხვადასხვა სტრუქტურაზე გადანაწილდება ფუნქციები. შეერთდება 4 დეპარტამენტი და იქნება შეურიგებელი ბრძოლა კრიმინალთან. კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდა ირაკლი ალასანიაც. თავდაცვის მომავალი მინისტრი აპირებს გადახედოს სარეზერვო სამსახურს და შექმნას სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც უწყებაში არსებულ სიტუაციას გააკონტროლებს. ირაკლი ალასანიასა და ღარიბაშვილის გამოსვლებს ნოდარ ჩაჩუა ისმენდა, რომელსაც ახლა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ნოდარ, რა ხდებოდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე? რა შეკითხვები დაუსვეს ალასანიასა და ღარიბაშვილის დეპუტატებმა? დიახთამთა ერთ-ერთი ბოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იყო, სადაც შინაგან საქმეთა მინისტროს, შინაგან საქმეთა და ასევე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოусმინეს დღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ალასანიამ კომიტეტის ხდომაზე კონკრეტული ინიციატივებიც გააჟღერა. მათ შორის შენც ისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გაუქმდება კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები, ისინი გადანაწილდება სხვადასხვა უწყებებში, ხოლო ის თანამშრომლები, ვინც აღნიშნულ დეპარტამენტებში მუშაობდა, თუ კი მათ არ აქვს ჩადენილი რაიმე სახით სამართლებრივი დანაშაული, ისინი სამსახურში დარჩებიან და მუშაობას ისევ უწყებაში გააგრძელებენ. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა კრიმინალთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მათ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურიგებელი იქნება კრიმინალთან მიმართებაში, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე გამოსცა და თუ რას ნიშნავს, იყო უსამართლო მსხვერპლი, უსამართლო პოლიტიკური მსხვერპლი ამ უწყებისა და როგორც მან აღნიშნა, იგი არ დაუშვებს იმას, რომ სხვა რომელიმე ოჯახიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს. საკმაოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება დაეკისრება სამ სტრუქტურულ ერთეულს. ეს იქნება კონტრდაზვერვის, საკმაოდ უსაფრთხოების დეპარტამენტი და ანტიტერორისტული. შეიქმნება ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ანტიკორუფციული ცენტრი, სააგენტო. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო კორუფციული და სამოხილეო დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა. აღნიშნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელიტური კორუფციის, ბიზნესის და სახელმწიფო წრეების პარული კავშირების გამოვლენასა და მათ ფისკის სამართლებრივ დევნაზე. გაუქმდება აგრეთვე სოდის დეპარტამენტი, რომელიც ახდენს სხვადასხვა დეპარტამენტების კრიმინალური პოლიცია, კონტრდაზვერვა, უფლებამოსილების დუბლირებას, ცალსახად მიმიდან კიდევ ხაზგასმით გამოგვიყვეთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად შეურიგებელი კრიმინალის წინააღმდეგ. ბრძოლა იქნება კანონის ფარგლებში, რაც შეეხება ზოგადად პოლიციელებთან მიდგომას და იმ კადრებს, რომლებიც მუშაობენ ეთნიკურ ადამიანებს, რომელიც მუშაობენ სამინისტროში, უკლებლივ ყველა პოლიციელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთია პირადი შემადგენლობის დიდი უმრავლესობა. დარჩება სამინისტროში და გააგრძელებს კონსტიტუციის საზოგადოების მსახურებას. სამინისტრო დატოვებს უკლებლივ ყველა დამნაშავე კრიმინალი პოლიციელი.
დღეს ამავე კომიტეტის ხდომაზე საკუთარი პრიორიტეტები და გეგმები თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამაც გააცნო კომიტეტის წევრებს, როგორც მან ისაუბრა, პირველი რასაც იგი უწყებაში მისვლის შემდეგ გააკეთებს, ეს შეიქმნება სამხედრო ომბუდსმენის თანამდებობა, ვინაიდან თავად სამხედროები აქამდე იყვნენ პოლიტიკური არაღად გამოყენებულები და ასევე მათ მიმართ არ იყო პატივისცემა, ასევე გადახედავს იგი ფინანსურ მდგომარეობას სამინისტროში, რადგან მან ზუსტად უნდა იცოდეს თუ რა მემკვიდრეობა ხდება წინა ხელისუფლებისგან და წინა მინისტრისგან განსხვავებით. დღეს ირაკლი ალასანიამ ასევე რეზერვთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და რეზერვთან დაკავშირებითაც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, გადაიხედება თავად რეზერვის სისტემა, ვინაიდან ბოლო პერიოდში უკვე დაჯგუფებები, რომლებიც რეზერვის სახელით იხსნებოდა, იყო გამოყენებული და იყო მომზადებული იმისთვის, რომ იგი ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოეყენებინათ. პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საფინანსო დისციპლინის დამყარებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ათეულობით მილიონი იყო დახარჯული აბსოლუტურად ყველანაირი, ასე ვთქვათ, აღრიცხვის გარეშე. ხელვის, ასე ვთქვათ, საკითხია, რომ შეიქმნას სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, კიდევ ერთი მაკონტროლებელი თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები თუ იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით 6 თვის განმავლობაში მე ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ სამხედრო რეზერვი იქნებოდა არასწორად. რაც შეეხება თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს, უმცირესობას დღეს რაიმე სახის შენიშვნები არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან და მათ მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით არ ქონიათ. გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ თუმცა გიორგი ბარამიძემ უმცირესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხარვეზები კონკრეტულ უწყებაში იყო წინა მინისტრის მმართველობის პერიოდშიც და იქნება მას შემდეგაც, რაც ეს მინისტრები, კონკრეტულად დღეს წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები უკვე საკუთარ მოღვაწეობას აღნიშნულ სამინისტროებში დაასრულებენ. თუ ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ მომავალზე, ანუ რის გაკეთებას ვაპირებთ, ამ რეჟიმში ჩვენ შეგვეძლება კონსტრუქციული თანამშრომლობა, იმიტომ რომ რაც თქვენ ილაპარაკეთ, მიმაჩნია რომ იმაში არაფერი საკამათო არ არის, არც ერთი სისტემა არ არის იდეალური. ალბათ თქვენ რო დაამთავრებთ თქვენს მოღვაწეობას ყოველგვარი ასე ვთქვათ, იმის ქილიკის გარეშე მინდა ვთქვა, არც მაშინ იქნება იდეალური სიტუაცია და არც ამის შემდეგ რომ მოვა ხელისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკომიტეტო მოსმენები და პარლამენტში თითქმის უკვე დასრულებულია, თუმცა ამ დროისთვის რამდენიმე კომიტეტის ხდომა გრძელდება, რომელიც რამდენიმე წუთში დასრულდება. რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, მან უკვე მოსმენები დაასრულა. ახლა კი ჯერი ხვალინდელ დღეზეა უკვე ხვალ მინისტრობის კანდიდატებს უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები მოусმენენ. უმცირესობასთან შეხვედრას ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. გმადლობთ. პარლამენტიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. განსაკუთრებით მწვავე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მომავალ მინისტრებთან შეხვედრა აღმოჩნდა. არ ვაპირებ ლაზიკისა და მწვადის სახლის აშენებას. თეა წულუკიანის სამგამცხადებას გიორგი ვაშაძის გაღიზიანება და შეპასუხება მოხვა. მსგავსი პროექტების კურატორობაში მინისტრობის კანდიდატმა სწორედ ადეიშვილის დროინდელი სამინისტრო დაადანაშაულა. მომავალი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის ადგილსამყოფელითა და მისი თბილისში დაბრუნების თარიღითაც დაინტერესდა, თუმცა შეკითხვა ისევ უპასუხოდ დარჩა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხვა მაია ფანჯიკიძის გამოსვლასაც. ქვეყნის მომავალ დიპლომატს გიორგი ბარამიძე შეეპასუხა. ფანჯიკიძის განცხადებას, რომ საქართველომ რუსეთთან ბევრი რამ დათმო, სანაცვლოდ კი პროპორციული შედეგი არ მიუღია, დარბაზში ცხარე დებატები გამოიწვია. ამ კომიტეტებში იყვნენ ჩვენი ყოფილი კოლეგები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ის თემები, რომლებზედაც იყო საუბარი და ამიტომ ჩვენი განხილვა იყო საკმაოდ მძაფრი დისკუსიის ფონზე. რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ალბათ ეს ტიპი დამკვიდრდება პარლამენტში და ეს ძალიან კარგია. დასაყურელია იყო კარგული შეკითხვები, ჩვენ განმარტებები გავაკეთეთ, უპასუხეთ ამ შეკითხვებს და საბოლოო ჯამში მე მგონი ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემი წინამორბედი, როგორც ჩემთვის მისი პირველი მოადგილის ქალბატონი თინა ბურჯალიანის გან არის ცნობილი, უნდა იმყოფებოდეს ავსტრიაში, ის არის თურმე შვებულებაში, მაგრამ ჩემ შეკითხვაზე როდის დაბრუნდება ეს შვებულებიდან, ქალბატონმა პირველმა მოადგილე მითხრა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ მოსმენაზეც უმრავლესობის მხრიდან იყო იმის მოთხოვნა, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რადგანაც ყველა
თვლის, რომ ამ ყოფილი მინისტრის მიმართ საზოგადოებას აქვს გარკვეული სახის შეკითხვები. რაღაც სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად იუსტიციის სამინისტროსი, ჩემი აზრით, არ უნდა შენარჩუნდეს. ეს ეხება პირველ რიგში ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციის რეჟიმში რაღაც ისეთი მშენებლობების კურატორობას, როგორც არის, ვთქვათ, კახეთში მწვადის სახლი იქნება ეს თუ ლაზიკის მშენებლობა, რადგან მე ვთვლი და დარწმუნებულია, რომ ეს არ არის იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია. ახლა კი თემები, რომლებზეც ვრცელ რეპორტაჟებს საღამოს 9 საათზე ნახავთ. როგორ აღმოჩნდა ქართულ ოცნებაში ადამიანი, რომლის მოთხოვნითაც ბიძინა გიორგობიანს 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პაატა მურხვალიძე დღეს კოალიციაშია გაერთიანებული. გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მყოფ გიორგობიანი ძველ პროკურორს წარსულს უხსენებს და მის მიმართ კონკრეტულ შეკითხვებს სვამს. თემაზე ლანა ბერიძე მუშაობს, რომელიც რეპორტაჟის მომზადებამდე პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. რას ითხოვს გიორგობიანი ყოფილი პროკურორისგან? ლანა გისმენთ. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი, რომელიც ამჟამად ბერლინში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება, მეცხრეებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი საქმის ყოფილი პროკურორი პაატა მირცხულაძე ამჟამად ქართული ოცნების რიგებს იკავებს. როგორ აღმოჩნდა პაატა მირცხულაძე ქართული ოცნების რიგებში, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა გიორგობიანს საკუთარი შეკითხვები აქვს. მისი განცხადებით, ვიდრე მირცხულაძე არ გასცემს ამ კითხვის პასუხს, მინიმუმ უხერხულია, რომ ის ქართული ოცნების რიგებს იკავებდეს. ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხზე ბიძინა გიორგობიანის პოზიცია მოვისმინოთ. ლაპარაკი გვაქვს ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულ ყოფილ პროკურორზე პაატა მურცხულაძეზე, რომელმაც მოითხოვა ჩემთვის 8 წელი პატიმრობა და მოსამართლე ეკარეშიძე დაუკმაყოფილი 6 წელი და მოვისაჯეს მე დაუსწრებლად 6 წელი პატიმრობა აბსოლუტურად გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, აბსოლუტურად მოსყიდული და ძალით მოყვანილი მოწმეების საფუძველზე და გადაიხედოს ყველა საქმე, ყველა პროფესიული კვალიფიკაცია, ვინ რა ჩაიდინა და როგორ გააკეთა, იმიტომ რომ სამართლებების აღდგენა წილების დაბრუნებით და წილების გადანაწილებით ვერ მოხდება. რას პასუხობენ ქართულ ოცნებაში ბიძინა გიორგობიანის შეკითხვებს? იცოდნენ თუ არა პაატა მურცხვალაძის პოლიტიკური საქმიანობის წარსულის შესახებ ქართულ ოცნებაში? ამ საკითხს 9 საათიან გამოშვებაში დაგველოდეთ. მადლობთ ლანაველი, ჩვენს რეპორტაჟს იყო ლანა ბერიძე. ადამიანი, რომელმაც გლდანის ახალი ციხე ააშენა და შემდეგ თავად ჩაჯდა ამ ციხეში. თურქი ბიზნესმენი ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ. ორხან აქსუ, რომლის კომპანიამ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ახალი შენობები დააპროექტა, ზურა ადეიშვილისა და სამინისტროს სხვა მაღალ ჩინოსნებს უჩევის. კომპანია აქსმშენის დირექტორი იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ბიზნესმენი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საკუთარი საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. ერთ დროს ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებული თურქი ბიზნესმენის საქმით მალხაზ ჭკადუა დაინტერესდა. ის თემაზე რეპორტაჟს ამზადებს. მალხაზ გისმენთ. თამთა ყველაზე საინტერესო ამ საქმეში ის არის, რომ თურქი ბიზნესმენი წლების განმავლობაში ძალიან ახლოს იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, მას ათეულობით პროექტია განხორციელებული საქართველოს ტერიტორიაზე, დაწყებული საჯარისო შენაერთების, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის გამართვიდან, დამთავრებული შავი ზღვის უნივერსიტეტის შენობის აშენებით, თუმცა რა გახდა იმის მიზეზი, რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული ბზარი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ ამას ვარკვევთ, სწორად აღმოჩნდა, რომ 2008 წელს მაშინ, როდესაც ნახევრად დამთავრებული გდანის მერვე საპუბლიკო შენებლობა გადააბარეს ორხან აქსუს, სწორედ 4 მილიონი ლარი, რომელიც მას სახელმწიფოსგან უნდა მიეღო ამ სამუშაო საზღაურად, არ მისცეს, ხოლო შემდგომ მაშინ, როდესაც მას ჩააბარეს იუსტიციის სამინისტროს შენობის აშენება, ეს თანხაც არ ჩააბარეს, არ გადაუხადეს, რაც გახდა საბოლოო ჯამში მათ შორის განხეთქილების მიზეზი. მეტიც ხელისუფლების წარმომადგენლება და უშუალოდ ოჯახის წევრები თურქი ბიზნესმენისა, ამ შემთხვევაში სოფო ჭუმბურიძე, მისი მეუღლე ხელსადებს ზურა ბადეიშვილს, მისი მეუღლის წერილის საფუძველზე, წერილში, რომელიც ასევე მეცხრეებს გადასცა მისმა მეუღლემ, ორხან აქსუ წერს, რომ ზურა ბადეიშვილის უშუალო მითითებით ვის დააკავეს და დააკისრეს დიდძალი ჯარიმის გადახდა, ასევე ამავე წერილში ირკვევა და შემდგომ უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული ის ფაქტი, რომ ორხან აქსუს ბრალი ედება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მაღალ ჩინოსნების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ჩიჩუასა და მისი მოადგილის ზაზა გადელიას მოსყიდვაში ეს სამივე პირი ისევე როგორც ორხან აქსუს ბიძაშვილი სერდარ გიოქსუ დღეს ციხეშისხედან სხვადასხვა ბრალდებით ყველაზე მეტი სასჯელი მისჯილი აქვს ორხან აქსუს მას 12 წელი მოუწევს გაჩერდეს ციხეში იმ შემთხვევაში თუ საპარლამენტო კომისია რომელიც საგანგებოდ ამ საქმეების გამოსაძიებლად და გადასახედად შეიქმნება არ გადახედავს ამ საქმეს ჩვენ გვთავაზობთ ორხან აქსუს მეუღლის კომენტარს ის იხსენებს თუ როგორ მოხდა 4000 ლარის ბრალდების 4000 ლარის ხთამის გადახდის ბრალდების საფუძველზე მისი მეუღლის დაკავება. ერთი გადაცილებული დღისთვის მაკონტროლებელმა დამაკისა 100,000 ლარი ოდენობის ჯარიმა. რადგან რაღაც ხარვეზი იყო, ვერ აშენდა კარგად, როგორც თვითონ ამბობენ, მაგრამ ეს ხარვეზიც ისე დიდი არაფერი ყოფნა, რომელიც სულ სიტყვოდ გადავიხადე და ყველაფერი ამის შემდეგ ბრალდებოდა ქრთამის მიცემა. როდესაც არანაირი შეღავათი არ მიკეთდებოდა. თვითონვე აღნიშნავს ამ ფაქტს და რა 4000-ია საუბარი, როდესაც ჯარიმით 100,000 ლარი ერთ დღეში ჩემო მეუღლემ გადაიხადა, როდესაც ხარვეზი იყო და მხოლოდ ფულზე არ იყო აქ საუბარი. დაანგრიეს მთლიანად ის მხარე, რაც დაზიანებული იყო და თავიდან ააშენეს ყველაფერი. საქმეში მამხილებო მტკიცებულებებს ვერც ორხან აქსუს ადვოკატი დალი იმნაიშვილი პოულობს დიდძალი საქმეა მართლა დიდი რაოდენობის მასალებია მართლა მოგლოვილი ამ წლების განმავლობაში საქმე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იყო გამოსაძიებლად და უკვე თითქმის 9 წელი გრძელდებოდა სასამართლო პროცესიც დალი იმნაიშვილი ამბობს რომ ერთადერთი მოწმე რომელიც ბრალდების მხარეს ყავდა ეს იყო ასევე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ანზორ კეკელიძე რომელიც გამოიყვანა ბრალდების მხარეს როგორც მოწმე თუმცა კეკელიძე ასევე დააკავეს თუმცა სასამართლო პროცესიდან ის გაათავისუფლეს ჩვენ ახლა მოვისმენთ დალი იმნაიშვილის კომენტარს და ეჭვებს ამ საქმესთან დაკავშირებით. მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება არის ქრთამის მიცემის ეპიზოდში მხოლოდ ერთადერთი მოწმის კეკელიძის ჩვენება რომელიც ადასტურებს რომ თითქოს მან ქრთამის სახით 4000 ლარი გაატანა ორხან აქსუმ სელდარ გიოქსუს მეშვეობით გადელიასთან იუსტიციის სამინისტროს ეკონომიურ დეპარტამენტის ხელმძღვანელ მუშაკებთან ზაზა გადელიასა და ჩაჩუასთან სხვა რამ მტკიცებულება არ არსებობს აი ამ პიროვნებას სასამართლო პროცესზე გაუფორმდა მის არა მან ჩვენება რომ მართლაც მან ორხან აქსუმ გაატანა ფული ის სასამართლოს ხტომის დარბაზიდან იქნა განთავისუფლებული. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ რა ღირებულება აქვს აი ამ მოწმის ჩვენებას. სხვა რაიმე დამამტკიცებელი საქმეში არ არსებობს. თამთა წერილი რომელიც მეცხრეას გადასცა ორხან აქსუს მეუღლემ არის ამ წერილის ადრესატი არის საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ტარიელ ლებანიძე ორხან აქსუ წერს ქართულ დიპლომატს რომ თქვენი ქვეყნის მმართველი ელიტა დადის და საქართველოს შესახებ ევროპასა თუ აზიაში აქტიურ პროპაგანდას უწევს საქართველოს ბიზნეს გარემოს მაშინ როდესაც აქ ბიზნეს ატარებენ და ადამიანებს ყოველგვარი ბრალდების და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასამართლებენ ეს საქმე რეზონანსული არ იყო იმიტომ რომ როგორც სოფო ჭუმბურიძემ ჩვენ გითხრა მისი მეუღლე ფრთხილობდა ამ საქმესთან დაკავშირებით რომ რამის ზიანი და საფრთხე არ დამუქრებოდა ოჯახის წევრებს ერთადერთი პუბლიკაცია 2000 წელს გამოვაქვეყნა კვირის პალიტრის ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ გუშინ კი რადიო ობიექტივის ეთერში ისაუბრეს ადვოკატმა და მეუღლემ დაკავებულის მეუღლემ ამის შესახებ ჩვენ ჩავეძიებით ამ თემას 9 საათზე შემოგთავაზებთ რეპორტაჟს თუმცა გავაგრძელებთ ამ თემას და გაიგებთ იმ საინტერესო დეტალებს რასაც სხვა დაკავებულების ამ შემთხვევაში ყოფილი საჯარო მოხელეების მეუღლეები იძახიან. მადლობა მალხას პატიმრობაში მყოფი თურქი ბიზნესმენის საქმე ნახეთ საღამოს 9 საათზე. პრეზიდენტი ჰესების მშენებლობის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება. დუბაიში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი იდეას უარყოფითად აფასებს. ქვეყნის პირველი პირის აზრით მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების შენების შეწყვეტა ენერგეტიკაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უმრავლესობით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ რამდენიმე ჰესის აშენება ეჭქვეშ დააყენა. თემაზე ბექა ბარამიძე ამზადებს რეპორტაჟს, თუმცა მანამდე ის პირდაპირ ეთერში მოგვიყვება რა თქვა დუბაიში პრეზიდენტმა და რა უპასუხეს მას თბილისში. ბეკა გისმენთ. თამთა მოგესალმებით.
თავად დუბაის ენერგეტიკულ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლო შეწყვეტის თემაზე არ უსაუბრია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოს საინვესტიციო გარემოს მეტი მიმზიდველობისთვის ყველა შესაძლებლობისას განაგრძობს ენერგეტიკული პოტენციალის, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციას, თუმცა ჰიდროსადგურების მშენებლობის შეწყვეტის შესაძლებლობაზე მან ქართული აუდიტორიისთვის ვიდეო ფორმატში გააკეთა განცხადება და საფუძველი თამთა როგორც შენ აღნიშნე, მას სავარაუდოდ მიცა ახალი პოლიტიკური ძალის მხრიდან გამოთქმულმა გარკვეულმა მინიშნებამ. ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა ჰიდროელექტროსადგურების, მათ შორის დიდი ჰიდროელექტროსადგურების შეჩერება, იმიტომ რომ ეს წარმოშობს ენერგეტიკულ პრობლემებს საქართველოში, წარმოშობს დენის დეფიციტს და რაც თავარია ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ახლავე დაკარგავს სამუშაოს და ამიტომ ესეთი გეგმები იქნებოდა თუ ვინმე ამას განახორციელებს და ასეთი იყო წინასაარჩევნო რიტორიკა, დიდი შეცდომა. თავად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის ადრინდელი განცხადება, რომელზეც სავარაუდოდ პრეზიდენტი აპელირებდა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სრული შეწყვეტაზე მორატორიუმის განცხადებას არ გულისხმობდა, როგორც კახიკალაძე ამბობს, იგი მომხრეა იმ პოლიტიკისა, როდესაც სამომავლო ენერგეტიკული განვითარების პოლიტიკა საზოგადოებისთვის ღია გამჭვირვალე გახდება და ის თემები, რომელიც დღეს ხალხისთვის აქტუალური, გამოვა მის სამშობლოზე. ისე კი კახკალაძე ამბობს, რომ სწორედ ამ პროცესის შემდეგ უნდა დადგინდეს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხი. მცირე და საშუალო ხარისხის მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ პირველი რაც მოხდება, ყველა ხელშეკრულება, რომელიც დღემდე დადებული იქნა ინვესტორებთან, აუცილებლად გადაიხედება და აინტერესებს თუ რამდენად არის სახელმწიფოს ინტერესები ჩადებული ამ ხელშეკრულებაში. დიდ ხარისხის მშენებლობას რაც შეეხება, ძალიან ბევრი კითხვებია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ყოველთვის იყო და დღესაც აქტუალურია ეს კითხვები. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ურთიერთმოლაპარაკებების ურთიერთშეთანხმებების ნიადაგზე რა უფრო დიდ სარგებლოს მოუტანს ქვეყანა ესების მშენებლობა თუ განადგურებული ბუნება, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც საუკეთესო იქნება, ასე რომ ვთქვათ, გამოსავალი რა იქნება საუკეთესო, იმის მიხედვით გავაკეთებთ ყველაფერს. ყველაზე აქტიურად ამ კონსულტაციებზე, რომლებიც დაგეგმილია სამომავლოდ, ჩაერთვებიან სავარაუდოდ გარემოს დამცველები, სწორედ ისინი გამოხატავენ ყველაზე მკვეთ რეაქციას იმაზე, რომ საქართველოში და ზოგადად ქვეყნის შიგნით მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები არ უნდა აშენდეს. სავარაუდოდ მათი შეფასებისას დადგინდება ის დასკვნები, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასების კუთხით უნდა დაიდოს, რაც საფუძველი გახდება სამომავლოდ მსხვილი ჰიდრონაგებობის აშენებისა საქართველოში. მადლობა ბექა ბარამიძე, საუბრობდა საკუთარი რეპორტაჟის ანონსით პირდაპირ ეთერში. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, რკინიგზელების ულტიმატუმი თუ ხელფასი არ გაიზრდება და სამუშაო პირობები არ გამოსწორდება, ხვალიდან თანამშრომლები სავარაუდოდ გაიფიცებიან. უკვე მეორე საათია პროფკავშირების წარმომადგენლები უწყების ადმინისტრაციას ხვდებიან და დასაქმებულთა მოთხოვნებს აცნობენ. თამთა ჯანაძე იმყოფება რკინიგზასთან, დაისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება, თამთა ხომ არ გამოვიდნენ უკვე პროფკავშირების წევრების შეხვედრიდან და შედგა თუ არა რაიმე შეთანხმება. დიახ, რკინიგზელთა 10 კაციანი ჯგუფი პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად უკვე საათნახევარია შეხვედრაზე იმყოფება. ისინი მოითხოვენ ნორმალურ შრომით პირობებს და ადეკვატურ ანაზღაურებას. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ისინი ხვალიდან მასობრივი გაფიცვით იმუქრებიან. აქვე ისინი იმ მიზეზებზეც საუბრობენ, რის გამო წლების განმავლობაში პროტესტისგან თავს იკავებდნენ. კონკრეტულად ჩვენ ძირითადი მოთხოვნები გვაქვს ხელფასის მატება, ის რომ ჩვენი მუშაობა იყოს დაფასებული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებულ ხელისუფლებად, არსებულ როგორ ქართულ ოცნებასთან რამე პრეტენზია გვქონდეს, პირიქით მივესალმებით მას. უბრალოდ დღეს რკინიგზის ხელმძღვანელობა, რომელიც არის ძველი რკინიგზის ხელმძღვანელობა, ამ რკინიგზის ხელმძღვანელობას ვაიძულოთ ის ძველი დანაპირებები შეასრულოს. მთელი 8 წელია გვატყუებით, დღეს ხვალ და არაფერი არ კეთდება. დიდი ხანია მიმართავთ უკვე და ყოველთვის დაპირებებად რჩება, მივიყვანეს უკვე იმ დონემდე, მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების ტერორში და შიშის ქვეშ ვიყავით და ოჯახებია ჩვენს უკან და ხმას ვერ ვიღებდით ასე სამსახურის დაკარგვის შიშით.
პროფკავშირების წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეხვედრაზე როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს და რაიმე გზა გამოინახოს რკინიგზელთა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროფკავშირის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის ორგანიზაციის ორგანიზაციას უსაფრთხოებად დავშევქმნას და ზიანი მიაყენოს. პირიქით, ჩვენი მოღვაწეობის საფრთხის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოლობთ იმისთვის, რომ კონსტრუქციული ყოფილიყო დამსახურებისა და დასახლებების შორის ურთიერთობა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ხელმძღვანელობის პირობებში, ეხლა ამ წუთში არის ნაზის ხელმძღვანელობა, შეუძლებელი ხდებოდა ეს რეგულარულად ირღვეოდა დასახლებების უფლებები, ასევე პროფკავშირის წევრების უფლებები, ისინი დევნილდნენ, აშანტაჟებდნენ და ათავისუფლებდნენ სამსახურებელს. იმასაც, რომ დღეს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ გააკეთა საგანგებო განცხადება, რომელშიც მოუწოდა რკინიგზელებს თავი შეიკავონ მასობრივი გაფიცვისგან და მათ ხელფასების გადახედვას დაპირდა. თანამშრომელთა პროტესტზე თამთა ჯანაძე საუბრობდა. ვარსკვლავი 5 თუ 8 ქიმით პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემდეგ ცნობილი ადამიანების ვარსკვლავების ფორმატს საკამათო ხდება. დავით ოკიტაშვილი, რომელიც 2000 წლიდან საზოგადო მოღვაწეებს სახელობით ვარსკვლავებს უხსნიდა, წერტმეული უფლებების დაბრუნებას ითხოვს. დიზაინის დაწუნების მოტივით ერთი წლის წინ ღონისძიებების ორგანიზება კულტურის სამინისტრომ გადაიბარა, თუმცა მაშინ ოკიტაშვილმა ხმა არ ამოიღო. დღეს კი საკუთარი 8 ქიმიანი ვარსკვლავების დასაბრუნებლად სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს. თემას კულტურის სამინისტროდან უკომენტარატოვებენ და საკითხის მოგვარებას იურისტებს ანდობენ. დავის დეტალები და იმ ადამიანების პოზიციები, რომლებსაც ვარსკვლავები გაუხსნეს. ნახეთ ხათუნა ქარდავას რეპორტაჟი საღამოს 9 საათზე. იქ უნდა იყოს ჯგუფი, კომისია, რომელიც გადაწყვიტავს ვის მიცენ ვარსკვლავი და ვის არა. ის რომ ერთი კაცი იტყვის, რომ მე უნდა მინდა ამ კაცს გაუხსნა და იმას უხსნის ამ ვარსკვლავს, ეს მართლაც არასწორია. ამ ვარსკვლავს აქვს თავისი ისტორია. ჩვენი უწმინდესი ესწრებოდა რამოდენიმე ვარსკვლავის გახსნას და მისი კურთხევით გაიხსნა ეს ვარსკვლავი. არ შეიძლება რომ ისტორიას ესე ხაზი გადაუსვა და თვითნებურად გააკეთო ის სიმახინჯები, რაც ახლა არის. მე არ ვაპირებ ეხლა მე ვიცი რომ ამ ვარსკვლავების გახსნა გაგრძელდება. მე ვაპირებ რომ როდესაც დამტკიცდება ახალი მინისტრის შეხვედრა, ეს მე კანონით მეკუთ. შეიძლება თქვენ დამისვათ კითხვა, რომ აქამდე რატო დუმდით, რატო არ იძახდით, რომელ სასამართლოში უნდა წავსულიყავი და მე არ მინდოდა ამ ადამიანებისთვის მიმეყენებინა შეურაცხყოფა და ეს თემა გამხდარიყო ესეთი განსჯის საგანი. კიდევ ერთი მიმართვა გურამ ოდიშარიას კულტურის მომავალ მინისტრს მოადგილედ ვალერიან შიუკაშვილის დანიშვნას თხოვენ. ცნობილ პიანისტ რეკომენდაციას კონსერვატორიის რექტორი უწევს. მინისტრობის კანდიდატისთვის გაგზავნილ მიმართვას კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც აწარენ ხელს. მათ შორის არიან თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობები, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო კვარტეტი და ეროვნული მუსიკალური ცენტრის თანამშრომლები. თავად შიუკაშვილი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროში კონკრეტული იდეებით მივა. მე როგორც მოქმედ პიანისტს მომიწევს ჩემ ცხოვრებაში რაღაც ცვლილებები შევიტანო და რაღაცები დავთვალო, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბატონმა მინისტრმა. გასაკვირველია, მე მიმაჩნია, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში და მხოლოდ ეს იყოს იმის დასაწყისი, რომ საქართველოში ველოდოთ ძალიან ბევრ კარგს და საჭირო სიახლეებს. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის კანდიდატურა კი არა, რომელიც ჩვენ გვინდა, არამედ ის კანდიდატურა, რომელიც დღეს სჭირდება საქართველოს. რა მოხდა გორის 51 სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე დღეს? გორში გარდაცვლილი 19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის წამებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული სასამართლო პროცესი განახლდა. თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ დაკავებული თენგიზ გელაშვილის ოჯახისა და გარდაცვლილის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ბრალდებულის ოჯახისა და ადვოკატის მტკიცებით გელაშვილი უდანაშაულოა. ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული იმ ორი ადამიანის გვარსაც ასახელებს, რომლებიც ბოლოს გარდაცვლილთან იმყოფებოდნენ, თუმცა ეს ადამიანები ამ დრომდე არ დაუკითხავთ. რავე დაისაჯეთ, მეტი არაფერი. პროკურორი კოშორიძე გვიშიანი უდანაშაულო ბავშვს დამნაშავეთა სჯიან, არ არის დამნაშავე. რა ინტერესი აქვს ერთმანეთსაც ცნობენ და საქმე ჩაწყობილი არის. ჩაწყობილი არის წინასწარ გამოძიება იყო ნაჩქარევი. კოშორიძემ გვიშიანმა და პროკურორმა მოილაპარაკეს და ყველაფერი
ყველაფერი დააჩქარეს. დამნაშავე ქოჩქიანი და ბოიკა არის. მკვლელებია ქოჩქიანი და ბოიკა. რატო ისინი დარჩენ მიცვალე, ვინც არის დაღუპული მასთან და გელაშვილი ამ დროით იყო წყობაზე, ჯარისკაცებთან. ისინი არ იყვნენ ამ დროით წყობაზე. მომიყვანესო ქოჩქიანმო და ბოიკუმო და მითხრესო რომ ასე და ასე აი შე რო პატივცემდიო და ასე ათამამებდიო ტელეფონი აღმოუჩინეთო და მე უბრალოდ გაუბრაზდიო რომ აი როგორ გააკეთე ეგავა როგორ შეიძლებაო რომ ამდე პატივცემო და კიდე ესეთ ამებს საკეთებო და უბრალოდ ორჯერ შემოვარტყი ეგ იყო და ეგ ამას სხვა არაფერი არ გაუკეთებია და იმის მერე რა მოხდა და ეს ახლა ის სხვასავით ტყილა ვერ დააბრალეს ვერავის ვერა ჩემი შვილი მოკლეს აქა გორის ნაწილში გელაშვილმა მოკლა მაგრამ არ უნდა თავიანთებს რომ აღიარონ რომ ჩემი შვილი მაგან მოკლა არა და გაუბედურებული იყო ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა სამთეში უნდა სახში მოსულიყო როგორ მოიკლავდა თავსა ზურაბ ვაზაგაშვილის მამა პრეზიდენტსა და ვანო მერაბიშვილს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. იური ვაზაგაშვილი ამტკიცებს, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე გიორგი ცააძე შეიწყალა. მოკლულის მამის განმარტებით ჩინოვნიკები კრიმინალებს თავის გადარჩენის მიზნით იწყალებენ, რათა დამნაშავეების დაკითხვის შემთხვევაში პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა არ გამოიკვეთოს. აცხადებს იური ვაზაგაშვილი. იქ უნდა იყოს ჯგუფი, კომისია შეიძლება თუ არა სამტრედიის გამგებელი იმერეთის ახალი გუბერნატორი რაიონში ჩავიდა ვახტანგ ბალავაძე დახურულ კარს მიღმა საკრებულოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რწმუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამსახურების უფროსებს რეგიონში დაწყებული პროექტების გაგრძელებაზე ესაუბრა. ახლა დანიშნულმა გუბერნატორმა არც ის გამორიცხა, რომ უახლოეს დღეებში მოქმედი გამგებელი კობა კანდელაკი ყოფილმა პარლამენტარმა ავთანდილ სტორუამ ჩაანაცვლოს. საუბრობდით 2013 წლის პრიორიტეტები რა უნდა იყოს, აქ არის საუბარი როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სხვა სახის პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონდა რომ ეს დახურული ყოფილიყო, ბოდიში ხდეთ, შემდგომ შეგიძლიათ ნებისმიერ, ჩვენი მთავარი მიდგომა არის, ჩვენ დასამალი არაფერი არ აქვს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხელმისაწვდომ ტრანსპორტს ითხოვენ. ამ მოთხოვნით დღეს ეტლით მოსიარულეები სპორტის სასახლისთან შეიკრიბნენ და მერიამდე შემდეგ ეტლებით მივიდნენ. უნარშეზღუდულებთან ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გავიდა. გადაწყდა, რომ მხარეები ხვალ მერიაში შეიკრიბებიან და ადაპტირებული ტრანსპორტის დანიშვნაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ. შევთანხმდით, რომ ხვალ 2 საათზე ჩვენი წარმომადგენლები და მერიის წარმომადგენლები დაждდებიან და დაიწყებენ ხვალიდანვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ტრანსპორტის და გარემოს შესასვლელად. თუ ესე არ მოხდება, ჩვენ კიდევ ვიხილავთ უფრო დიდ და ფართომასშტაბიან და სხვადასხვა სახის აქციებს. გაიცა ის დაპირება, რაც გულისხმობს იმას, ყველა თუნდაც ერთი ავტობუსი, რომელიც შეძენილი იქნება ავტოპარკის განახლების, ყველა აბსოლუტურად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ასევე ჩამოვაყალიბდეთ მუშაჯგუფი, სადაც შესული იქნება როგორც ჩვენი წარმომადგენლები, ასევე მათი წარმომადგენლები და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ის შეზღუდული რესურსი, რაც დღეს გვაქვს ჩვენ თბილისის ავტოპარკში, ავტობუსების ადავანებოთ ქალაქის სამარშრუტო სქემაზე ისე, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს, რომ თქვათ, იმ მინიმალური რესურსითაც მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაძლებლობა ქალაქში გადაადგილების. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღის მთავარ სიახლეებს. პირველი კურიოზული შემთხვევა ახლა დარჩეულ პარლამენტში უმრავლესობაზე და უმცირესობას კარი ჩაეკეტა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დარბაზში მყოფი ოპონენტები კარის დაღებას 10 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კომიტეტის ხდომაზე ნოდარ ხადურე გამოდიოდა. მინისტრობის კანდიდატთა მოსმენის გამო დილიდან პარლამენტი მოვლენების ეპიცენტრშია. ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის მომავალ მთავრობას უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები უმცირესობაში გადასული ძველი გუნდის მწვავე შეკითხვებს პასუხობენ. განსაკუთრებით ცხარე მაია ფანჯიკიძესთან და თეა წულუკიანთან შეხვედრები აღმოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში სამინისტროს რეორგანიზაციის კონკრეტული გეგმით მივიდა. გაუქმდება სოდი და კუდი, სხვადასხვა სტრუქტურაზე გადანაწილდება ფუნქციები. შეერთდება 4 დეპარტამენტი და იქნება შეურიგებელი ბრძოლა კრიმინალთან. კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდა ირაკლი ალასანიაც. თავდაცვის მომავალი მინისტრი აპირებს, რომ სარეზერვო სამსახურს გადახედოს და სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას.
რკინიგზის თანამშრომელთა პროტესტი თუ ხვალამდე ხელფასები არ გაიზრდება და არსებული პირობები არ გაუმჯობესდება, მაშინ რკინიგზელები ხვალიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. უკვე მეორე საათია რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლები ადმინისტრაციას ხვდებიან და დასაქმებულთა მოთხოვნებს აცნობენ. კიდევ ერთი მიმართვა გურამ ოდიშარიას კულტურის მომავალ მინისტრს მოადგილედ ვალერიან შიუკაშვილის დანიშვნას თხოვენ. ცნობილ პიანის რეკომენდაციას კონსერვატორიის რექტორი უწევს. უკვე გაგზავნილია მიმართვა, რომელსაც ხელს კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელი აწერს. მათ შორის არიან თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობები და ეროვნული მუსიკალური ცენტრის თანამშრომლები. და სხვა ახალი ამბები გოგა ხაინდრავამ ზადარის ოპოზიციაში გადასული ხელისუფლების წინააღმდეგ პირველი ჩვენება მისცეს. მაესტროს პრესკლუბში ამომრჩეველთა ლიგის წევრი ჟურნალისტებს შეხვდა და არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა. ხაინდრავა ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვება მთელი ევროპისთვის სამაგალითო უნდა იყოს. პრესკლუბის სტუმარს მედიამ გავრცელებულ ინფორმაციაზეც კითხა, რომლის მიხედვით ის შესაძლოა პირველი არხის ან იმედის ხელმძღვანელად დაინიშნოს. თუმცა ხაინდრავამ ეს ცნობა არ დაადასტურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს. აქ როგორც ამ ცოცხების პარტიასთან მიმართებაში იყო აბსოლუტურად ლოგიკური მათი ბოლო, აქაც კალენდარის თემაა. საქართველოში მოვიდა დრო, როდესაც მთავრობა იქნება ხალხის სამსახურში და არა პირიქით. დღემდე მე ეს არ მინახია ამ ქვეყანაში. ის რას გზითაც იარა ქართველმა ხალხმა იმ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ მივიღეთ სულ ყველა 1 ოქტომბერს, ეს არის სამაგალითო გზა. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა ჩეხეთ, სლოვაკეთისა, ბადრი პატარკაციშვილისთვის, ოჯახისთვის იმედის დაბრუნება, ეს არის მთელი საქართველოსთვის იმედის დაბრუნება, ეს არის იმ განცდის დაბრუნება, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში დაიწყო და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. მე ხვდა ბედნიერება წილად, რომ მე რაბზე პირველი სერიოზული აი ესეთი ფილმი გავაკეთო, ეს არის მე-9 არხის პროექტი. დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ არხს მის ხელმძღვანელობას და იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვიტეს, რომ ეს ჩემთვის მოენდოთ ეს საქმე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ის უნდა აირჩიონ თუ უნდა დანიშნონ, ამ საკითხზე დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. უმაღლესი საბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ზამბახიძე ფიქრობს, რომ კანონმდებლობის არსებული მოდელი გამართლებული და წარმატებულია. ქართული ოცნების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ კანონის შეცვლა გარდაუვალი იქნება. თორე მაშინაც კი როცა იგივე ეს რატო იყო იცი მაგ გაეცემი რომ მინისტრიც იყოს ამასთან ის რომ არსებული წესი არის არადემოკრატიული და ეს წესი ბოლოჯერ უნდა გამოვიყენოთ, ასე ვთქვათ, მეტ გამოსავალი არა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგში აჭარის უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩეული უნდა იყოს უმაღლეს საბჭოს მიერ. მომავალში ამ საკითხზე ბუნებრივია მსჯელობები მიმდინარეობს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროსაც დაისვა ეს საკითხი და ამაზე ერთიანი პოზიცია და მოსაზრება, რა თქმა უნდა, არც ერთ ჯგუფ საზოგადოებაში არ აქვს. როგორც ერთ-ერთი რიგითი იურისტი მივიჩნევ, რომ უმჯობესია უმაღლეს საბჭოს მიერ ხდებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა. მიწისძვრით დაზარალებული საჩხერელები ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირებას ახსენებენ და ფულად კომპენსაციას თხოვენ. ადგილზე მცხოვრებნი ამბობენ, რომ ყოფილი გამგებელი არჩევნების წინ სახლების დაზიანების კატეგორიების მიხედვით 2000-დან 5000-მდე ლარს დაპირდა. თუმცა დღეს ადგილობრივი ხელისუფლება, კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დაზარალებულთა დახმარება სულ 10 მილიონი ლარი სჭირდება, რაზეც ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს. საჩხერის რაიონში მიწისძვრით დაზარალებული სტატუსი 2000-მდე ოჯახს აქვს მიღებული. ბიუჯეტში დევს ეს ფულია და ყველას დაგირიგებს პირველი მეორე კატეგორია ვისაც აქვს. ეს ზურაც ცერცვაძე. ჩემ ხელში ხარ თუ მოგხსოვთ ხმასა დაგირიგებო და თუ არა და არაო ახლა მივედით აქ და არ დაგირიგებთ. ხომ ძველი მთავრობა რაც მეკუთვნის ბინები იყიდეთ დაირიგეს ეს ფულები შეჭამენ ჩვენთვის არაფერი. ახალი მთავრობა ამ თანხას უახლოეს მომავალში გამოხობს. აქ არის ლაპარაკი 10 მილიონზე. და მე ვერც იმას ვერ გეტყვით, რომ აი მაინც შეპირება იყო იმ ხელისუფლების პირობებშიც კი, რომ ეს იქნებოდა თვის დასაწყისში.
და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ მე-15 საჯარო სკოლასთან არსებულ ხელოვნებისა და მუსიკის სკოლაში დევნილთა დაჯგუფება შეიჭრა. სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ იძულებით გადაადგილებულებმა კაბინეტის კარი დააზიანეს, აგრეთვე სკოლიდან გატანილია მასწავლებლებისა და მოსწავლეების კუთვნილი ნივთები. თავად დევნილები კი ამბობენ, რომ სკოლის თანამშრომლებმა კაბინეტები განზრახ დააზიანეს, რათა შემდგომში ეს პროვოკაციასთვის გამოეყენებინათ. ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა, თუმცა შენობიდან დევნილების გაყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ჩაშლილია სასწავლო პროცესი. კაბინეტებშიც არის შესულებით უყველა. ეს მესამე სართული, მეოთხე სართულია, მესამე სართულით ნახეთ გაგიღებთ და უყველა დამტრეული და დანგრეული. კარიდორიდან წაღებულია ტრილიაჟიც კი. მე იქ ვაზები იდგა, რაღაცა ყვავილის ვაზები იჩინი. მე დირექტორის კაბინეტში დაგლიჯეს მხეცურად, ისა იქ შევიდან იქინა, იქ აიღეს იქიდან ეს საათები ქონდა, რაღაცა თავისი პირადი ნივთები. იცით და ეს კურდობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არაფერი არ გაგვიტანია. მაგას მე ვიტყვი აშკარად, იმიტომ რომ აი ქუჩაკი ქალისკამზე მთელი ღამე გავათენე. სამართალდამცავი ვიყო, მაგრამ არაფერი არ ვთქვია, ჩვეულებრივად ადგენ და წავიდე. ახალი 6 ამი დასრულებულია 21 საათზე თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვება გელით, მე კი ხვალამდე დაგემშვიდობებით.